დღეს შევისწავლოთ ღვთის სიტყვა ქადაგებით თაყვანისცემის მნიშვნელობა. შაბათის მესამე დღის და დღესასწაულის თაყვანისცემა და ლოცვები. ყოველივე ეს ღვთისადმი თაყვანისცემაა. მაშ, რატომ უნდა ვცეთ თაყვანი? ბევრი ფიქრობს, რომ ღვთისმსახურება ეკლესიაში სიარული, გალობა, ღვთის სიტყვის მოსმენა და ლოცვა. დღეს ბიბლიიდან შევიტყოთ თაყვანისცემის მიზანი და მისი მნიშვნელობა ჩვენი სულისა და სულიერი სამყაროსთვის. 영적인 어떤 부분을 차지하는 것인가를 오늘 경의 가르침 속에서 확인해 보는 시간을 가져보도록 하겠습니다. ერთად გავხსნათ ფსალმუნის 49 თავი. გადავხედოთ ფსალმუნის 49 თავის ერთილ მუხლს. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსავლიდან მის დასავლამდე. სიონიდან მშვენიერების სრულკნილებიდან. მოვა ჩვენი ღმერთი და ნუნც დადუმდება. მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ ძლიერი ქარიშხალი. მოუწოდებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე. შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. სიტყვა მსხვერპლი აქ თაყვანისცემას ნიშნავს. ძველ აღთქმაში ხშირად გამოიყენება სიტყვა მსხვერპლი, ხოლო ახალ აღთქმაში თაყვანისცემა. ორივეს ერთი მნიშვნელობა აქვს. ამგვარად ღმერთი გვამცნობს 49 ფსალმუნის მეშვეობით. შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან თაყვანისცემით. მაშინ რატომაა თაყვანისცემა საჭირო და რატომ დაიწყო? იმისათვის, რომ კაცობრიობამ ეს ადვილად გაიგოს, ღმერთი ამ საკითხს ედემის ბაღის ისტორიით განმარტავს. თაყვანისცემა არ იყო საჭირო, სანამ ადამმა და ევამ შესწოდეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამით. თუმცა მას შემდეგ, რაც შესწოდეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამით, ღმერთმა ედემის დიდების აღდგენის გზა უჩვენა ადამისა და ევას ვაჟებს, აბელსა და კაინს. იმ დროიდან ბიბლიაში გაჩნდა გამოთქმები აბელის მსხვერპლი და კაინის მსხვერპლი. ანუ, იმისათვის, რომ მათ აღედგინათ ედემის ბაღის დაკარგული დიდება, ღმერთმა დაამკვიდრა თაყვანისცემის სისტემა. ჩვენ ვართ სულები, რომლებმაც ზეცაში შესწოდეს და ამ მიწაზე გადმოგვაგდეს. იმისათვის, რომ ზეცაში ჩადენილი ცოდვები მოგვეტევოს და ღმერთს შევხვდეთ, თაყვანისცემა მადლის დროდ და ადგილად დაწესდა. ამიტომ დანიშნულ დროსა და თარიღებზე თაყვანისცემაზე დასწრება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენისთვის და არასდროს უნდა უბულებელყოთ. რადგან ღვთისნება, რომ ჩვენ ზეციდან მოსულ ცოდვილებს მოგვეტევოს, მთლიანად ღვთისმსახურებაშია. ასევე თაყვანისცემა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის მადლისთვის მადლიერებასაც მოიცავს. ამიტომ ადრეული ეკლესიის წინასწარმეტყველები და მოციქულები წმინდანებს შეაგონებდნენ, არასდროს უბულებელყოთ თაყვანისცემა. მოდით, გადავშალოთ ებრაელთა მეათე თავი.
ებრაელთა თავი 10, მუხლი 22. მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით სხეულგან ბანილნი. მტკიცედ მივხვდეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას. მარტივად რომ ვთქვათ, ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ. ნაცვლად იმისა, რომ არ დავესწროთ თაყვანისცემას, შევაგონოთ ერთმანეთს და უფრო მეტად შევიკრიბოთ, რადგან ვხედავთ ღვთის დიდებული დღის მოახლოებას. ამას გვასწავლის ებრაელთა 25. ამიტომ თაყვანისცემას დიდი მნიშვნელობა აქვს. განვაგრძოთ 26-ე მუხლით. ვინაიდან თუ ჩვენ მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, ანუ ცოდვების მიტევებისთვის თაყვანისცემა აღარ რჩება. არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი. ებრაელთა თავი 10-ში. ვხედავთ ბიბლიის მკაცრ სწავლებას არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი თაყვანისცემისთვის, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ. არამედ გავხდეთ მისი შვილები, რომლებიც უფრო გულმოდგინედ ვესწრებით თაყვანისცემას, რადგან ქრისტეს დიდების დღე ახლოვდება. მაშ ვნახოთ, რას გვასწავლის ესაია წინასწარმეტყველი, თუ რატომ გახდა ღვთისმსახურება ჩვენთვის აუცილებელი. მოდით, გადავშალოთ ესაიას 59 თავი. ესაია თავი 59, მუხლი 1. აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს. რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა. რადგან თქვენი ხელები გასვლილია სისხლში და თქვენი თითები ურჯულოებაში, თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უსამართლობას წარმოთქვამს. რა გვაშორებს ჩვენს ღმერთს? ჩვენი ურჯულოება გვაშორებს ღმერთს. ჩვენმა ცოდვამ ღმერთსა და ჩვენ შორის უფსკრული გააჩინა. ცოდვის გამო ღმერთს დავშორდით. მაშ, რით დაუშვა ღმერთმა ამ უფსკრულის ამოვსება? სწორედ ღვთისმსახურებით გახადა ღმერთმა შესაძლებელი ამ განშორების აღმოფხვრა. ამიტომ ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთისმსახურებისას ღმერთი ჩვენთანაა. გვხვდება და გვპატიობს ჩვენს ყველა წარსულ ცოდვას. ადამისა და ევას მიერ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ ღმერთმა აბელსა და კაინს მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. გადავშალოთ დაბადების 4 თავი. ნახოთ დაბადების 4 თავის 1 მუხლი. და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა, უფლის წყალობით შემეძინა კაცი. და შემდგომ შვა აბელი, ძმა მისი. და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი. და გავიდა ხანი და მიართვა კაინმა მიწის ნაყოფთაგან წვენი უფალს. ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხოვრების პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის წვენს. და კაინსა და მის წვენს არ გადმოხედა უფალმა და ძალზე ეწკინა კაინს და მოიღუშა სახე. აბელისა და კაინის მსხვერპლშეწირვა პირველად დაბადების წიგნის 4 თავშია მოხსენიებული.
ვნახოთ, როგორ აღწერს ამ სცენას ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავი. 히브리서 11장 열어보겠습니다. გადავშალოთ ებრაელთა მე-11 თავი. 믿음으로 아벨은 თავი მე-11, მუხლი 4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს, რა შესწირა აბელმა ღმერთს. 자라하는 증거를 얻어서 კაინისაზე უკეთესი მსხვერპლი, 예물에 대하여 რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის სხვენთა შესახებ და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ. 여기 지금 보니까 აქ წერია, რომ აბელმა ღმერთს კაინზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა. 하나님께 드렸다고 했습니다. კაინმა ღმერთს თავისი მოსავლიდან მარცვლეული შესწირა. 곡식이었죠. 곡식과 식물로서 하나님께 제사를 აბელმა ღმერთს თავისი ფარის პირმშო შესწირა. 첫 새끼를 하나님께 제물로 올렸습니다. 그두 რა მნიშვნელობა აქვს ამ ორ მსხვერპლს? 가인의 것도 კაინისაც და აბელის შესაწირავიც გულწრფელი იყო. 뿌렸는데 თუმცა წერია, რომ ღმერთმა მხოლოდ აბელის შესაწირავი მიიღო, კაინისა კი არა. 아니하셨더라. 받아들이지 아니하셨더라고 했습니다. რა განსხვავება იყო? 아벨의 제사는 აბელის მსხვერპლი სისხლის მსხვერპლი იყო. 우리 죄 იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვები სრულად მოგვეტევოს, აუცილებელია ქრისტეს მსხვერპლი ჯვარზე. 십자가의 희생이 계셔야 된다는 ამიტომ აბელისა და კაინის დროიდანვე ღმერთმა განასხვავა მისთვის სასურველი და არასასურველი მსხვერპლი. 하나님께서 원하시는 제사와 원치 않는 제사를 이와 같이 양분해 놓으셨던 것입니다. 정성으로 말하는 გულმოდგინებით კაინმა მეტი იშრომა თავის შესაწირავზე. 씨를 ის 뿌리고 თესავდა თესლს, ულიდა და დღე და ღამე საჭირო დროს ვრწყავდა, რათა მოსავალი კარგად გაზრდილიყო. 물을 제때 대주고 말이죠. ღმერთმა არ მოიწონა კაინის გულწრფელი მსხვერპლი, 제사는 하나님께서 연락지 아니하시고 오히려 მაგრამ მიიღო აბელის სისხლით შეწირული პირმშო კრავი. 양의 그 첫 새끼 그 제물에 대해서는 하나님께서 연락하셨더라고 이렇게 표현했습니다. 두 사람이 პრობლემა ის კი არ იყო, რომ მათი მსხვერპლი განსხვავდებოდა. 것이 아닙니다. 두 사람 다 정성을 들였지만 하나님 ორივემ დიდი ძალისხმევა გაიღო, მაგრამ ღმერთს სურდა მსხვერპლი, რომელიც ცოდვათა მიტევების აზრს ატარებდა. 하나님께서 원했던 제사였다는 사실을 아벨을 ამაში ვრწმუნდებით აბელისა და კაინის მსხვერპლით. 해볼 수 있습니다. ეს გვიჩვენებს, როგორ ამოავსო ქრისტემ თავისი სისხლით ჩვენსა და ღმერთს შორის არსებული უფსკრული. 사이를 가깝게 이렇게 ამას ვნახავთ ეფესელთა მიმართ. 이용했다는 것을 თავი 2-ში 2장에서 확인해 봅시다. ვნახოთ ეფესელთა მეორე თავის მე-13 მუხლი. 함께 보도록 하겠습니다. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი ახლობლები გახდით, რით დავუახლოვდით. 그러요. ქრისტეს სისხლით. 어린 양으로 비유된 რა მოხდა ქრისტეს კრავად წოდებულის სისხლით? 가까워 ჩვენ დავახლოვდით. ეს შესაძლებელი გახდა ქრისტეს მსხვერპლის წყალობით. ღმერთმა აბელის შესაწირავი უკეთესად იმიტომ მიიჩნია და მიიღო, რომ 여기시고 받아들이셨던 그 이유 중에 하나는 장차 ქრისტე კრავივით, 대신 그리스도 ჯვარზე თავისი მსხვერპლით, 인류의 그 모든 კაცობრიობის ყველა ცოდვას მიუტევებს 우리와 하나님 관계를 და ღმერთთან დაგვაახლოებს. 십자가의 희생으로 말미암아 더욱더 가깝게 연결시켜 주기 위한 이와 ამიტომ, როგორც ეფესელთა თავი მეორე, 에베소 2장 13-ში წერია, როგორ შეიცვალა ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს შორის. 너희가 ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. 했다고요. მარტივად რომ ვთქვათ, ქრისტეს სისხლი ღმერთთან გვაახლოებს. 이와 같은 역할을 했더라는 것입니다. 13절에 გავაგრძელოთ მე-13 მუხლით. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. 그는 우리의 화평 ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუამდგარი ზღუდე. 원수된 것곧 의문에 속한 გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, 육체로 ცნებათა რჯული, ცნებებით, 이 둘로 자기 안에서 한 რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა. 또 ერთი ახალი კაცი, მშვიდობის მყოფელი 하나님과 어떻게 했다고요? და ერთ სხეულში რა იყო მისი სხვა მიზანი. 원수된 것을 ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯურის მეშვეობით მტრობის მოგდინებით მასში. 우리에게
평안을 전하고 მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ შორებელთ და ახლობელთ. 이는 저로 말미암아 우리 ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. 얻게 하려 하심이라. ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთისსახლეულნი. 동일한 시민이요 하나님의 권속이라. მარტივად რომ ვთქვათ, ღვთისსახლეულნი ნიშნავს, რომ ღვთის ოჯახი გავხდით. 됐다는 것입니다. დაშენებული მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი. 모퉁이 돌이 되셨느니라고 했습니다. ეფესელთა თავი მეორე სიტყვებით, წარსულში ცოდვების გამო ღმერთს დავშორდით და ვერ ვუახლოვდებოდით. 예전에는 우리 죄로 말미암아 하나님 მაგრამ ახლა ქრისტე იესოში, ოდესღაც შორს მყოფნი, ქრისტეს სისხლით დავახლოვდით. 입장이었습니다만 그리스도의 피로 말미암아서 შესაბამისად, ბიბლია ამბობს, რომ აღარ ვართ უცხონი და მდგმურნი, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთისსახლეულნი. 손님도 아니고 또 მარტივად რომ ვთქვათ, ღვთისსახლეულნი ნიშნავს, რომ ღვთის ოჯახი გავხდით. 권속이라는 표현은 쉽게 말하면 하나님의 가족이 되었다라고 이렇게 알려주고 있습니다. ღმერთმა ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რომ შეგვიძლია მას მამა და დედა ვუწოდოთ, ხოლო სიონის ძმებსა და დებს, რომლებიც ჭეშმარიტებაში არიან, ძმები და დები ვუწოდოთ. 이렇게 또 표현할 수 있는 როგორ მიაღწია ღმერთმა ეს ყველაფერი? 놓으셨는데 이 모든 것이 다 뭘로 하나님께서 그렇게 하셨느냐? ღმერთმა ეს ყველაფერი თაყვანისცემის შეთანხმების მეშვეობით აღასრულა. 놓으셨다라는 것입니다. ზოგიერთი წევრი კითხულობს გამოთქმების მსხვერპლშეწირვისას და თაყვანისცემის შესახებ. 식구들이 있는데요. 그 ზოგიერთმა შეიძლება მნიშვნელობა კარგად ვერ გაიგოს, ამიტომ ერთად განვიხილოთ გამოსვლის წიგნის მე-12, 23-ე მუხლი. 말씀 함께 보겠습니다. მოდით გადავხედოთ გამოსვლის წიგნის მე-12, თავის 23-ე მუხლს. 애굽 사람을 და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამოსრად და იხილავს სისხლს. 좌우에 კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე და გვერდ საულის. 것이고 უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს. 너희를 치지 თქვენს სახლებში შესამოსრავად. 너희는 და რად უნდა დავიცვათ ეს? 라고요. წესად დაიცავით ეს შენთვის და შენ შვილთათვის უკუნისამდე. 영원히 지킬 것이니 너희는 და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ თქვენ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, დაიცავით თქვენ ეს მსახურება. 이후에 და იქნება რომ გეტყვიან თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთ. 중요하거든. და ეტყვით თქვენ, ეს არის რა არის ეს? 뭐라고요? პასექის მსხვერპლი. 절 제사 უფლისათვის, რომელმაც გვერდი აუარა. 애굽 사람 ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში. 애굽에 있는 이스라엘 როცა შემოსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა. 하셨느니라 და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანისცა. 경배하니라고 했습니다. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ პასექის წირვას. 6월 რას ამბობს გამოსვლის წიგნი პასექის თაყვანისცემის შესახებ? ეს არის პასექის მსხვერპლი. 그래서 განასწორედ ამიტომ არ მოიხსენიებენ იესოს, როგორც პასექის კრავს. 표현하지 않았습니까? 3500 წლის წინ ეგვიპტეშიც კი ღმერთმა უბულებელყო ყველა სახლი, რომელშიც პასექის ცხრის სისხლი იყო დაღურილი, 이와 같은 그 რათა მათ უბედურება არ შეხებოდათ. 가장이 넘어가도록 하셨고 მეორე მხრივ, მთელი ეგვიპტის 참부 მიწა ჭირმა მოიცვა, რომლის დროსაც ყველა პირმშო 처음 난 장자 ადამიანი იქნებოდა ეს თუ ცხოველი დაიღუპა. 초태생들이 ეს საშინელი მოვლენა, რომელიც დაახლოებით 3500 წლის წინ მოხდა. 한 어떤 역사가 ბიბლიაშია ჩაწერილი. 기록되어 있습니다. ყველა ამ თაყვანისცემის მსახურებასთან დაკავშირებით ღმერთი ამბობს, შეკრიბეთ ყველა, ვინც მსხვერპლით დამიდო აღთქმა. 라는 이와 같은 그 말씀을 주셨고 გამოსვლის წიგნში თავი მე-12 ღმერთმა პასექს თაყვანისცემად და პასექის მსხვერპლად მოიხსენია. 출애굽기 12장에 또 주셨던 것입니다. ამიტომ მიზეზი, რის გამოც ღმერთმა მიიღო აბელის შესაწირავი და თქვა, რომ მან კაინზე უკეთესი შესაწირავი მიიტანა, 그 예배를 하나님께서 받아 არის ის, რომ აბელის შესაწირავი იყო მსხვერპლი ცხრის სისხლით, 아벨의 그 ხოლო კაინის შესაწირავი იყო მსხვერპლი სისხლის დაღურის გარეშე. 것이고 가인의 제사는 피 흘림이 없는 제사입니다. 농장 რადგან ეს იყო ღვთისთვის მოსავლის სახით შეწირული მსხვერპლი, ღმერთმა აბელის შესაწირავი კაინის შესაწირავზე უკეთ მიიჩნია. 하나님께서 가인의 것보다는 아벨의 제사가
ღმერთმა მიიღო აბელის შესაწირავი და უარყო კაინის შესაწირავი, რადგან მისი დიდი ნება მომავალში კაცობრიობის ყველა ცოდვა მიეტევებინა, სისხლის მსხვერპლშეწირვაში იყო შეტანილი. ეს იმიტომ არ იყო, რომ ღმერთს კაინი სძულდა. ერთი სისხლის მსხვერპლი იყო, მეორე კი უსისხლო. ღმერთმა წინასწარ აჩვენა, თუ რას იზამდა კაცობრიობის ცოდვებისთვის სისხლიანი მსხვერპლის მიღებით. ამიტომ ებრაელთა წერილში წერია, რომ აბელმა ღმერთს კაინზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა. საბოლოოდ, როცა იესო ქრისტე, როგორც პასექის კრავი, მოვიდა და შეეწირა, რა დაემართა ღმერთთან ჩვენს დაშორებულ ურთიერთობას. განა ჯვარზე სისხლის დაღვრით მან არ აღადგინა ურთიერთობა. ღმერთმა აღადგინა ურთიერთობა და დაგვაახლოვა. შესაბამისად, ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ, ვინც უწინ უცხონი და ხიზნები ვიყავით, ახლა ღვთისმსახლეულნი ვართ. ღმერთმა თავისი ოჯახის ნაწილად გვაქცია. ამიტომ არის თაყვანისცემა ასე მნიშვნელოვანი. ამიტომ თქვა ღმერთმა, ნუ მიატოვებთ თქვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ. განა ღმერთი არ გვახსენებს, რომ ყოველთვის უნდა ვცეთ მას თაყვანი, რათა გადავრჩეთ, მივიღოთ ცოდვების მიტევება და დაუბრუნდეთ ჩვენს მარადიულზე ციურ სახლში. ბიბლიით კვლავ დავადასტუროთ, რომ ქრისტე პასექის მსხვერპლი გახდა. ნახოთ კორინთელთა პირველი მეხუთე თავის მე-7 მუხლი. ნახოთ მეხუთე თავის მე-7 მუხლი. განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ. ვინაიდან ჩვენი პასექი, ვინ არის ის? ქრისტე ჩვენს გამო შეეწირა. მე 8 მუხლი ამბობს. ამიტომ ვიდღესასწაულოთ. აქაური დღესასწაული პასექია. შესაბამისად ქრისტეს მსხვერპლმა, პასექის კრავად წარმოდგენილმა, ეს დღესასწაული, პასექის თაყვანისცემა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. რომ არა ეს მსხვერპლი, შევძლებდით კი ღმერთთან დაახლოებას. ზეცაში ჩადენილი ცოდვების გამო სამუდამო განშორებისთვის ვიყავით განწირულნი. მაგრამ ქრისტეს ჯვარზე გაღებულმა მსხვერპლმა ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახადა. წარსულში უცხოები და მდგმურები ვიყავით. სტუმრებად ვითვლებოდით, მაგრამ ახლა რა ვიქმენით ღმერთში? ღვთისმსახლეულნი გავხდით, ანუ მისი ოჯახი. ამიტომ ამიერიდან პატივი გვერგო, ღმერთს მამა ვუწოდოთ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ღირსნი გავხდით, ვილოცოთ იესოს ნასწავლი უფლის ლოცვით. ჩვენ ამ ლოცვის წარმოთქმის უფლება მოვიპოვეთ. მაგრამ როგორ იყო წარსულში? როცა ცოდვებში ვიყავით ჩაფლულნი, უცხოები, მდგმურები და წარმართები ვიყავით. მაგრამ ქრისტეს სისხლით ღმერთს დავუახლოვდით. აღარ ვართ უცხოები და მდგმურები, არამედ ღვთისმსახლეულნი. განა ამით კვლავ არ ვწმუნდებით ქრისტეს მსხვერპლის მომხსენიებელი თაყვანისცემის მნიშვნელობაში? თაყვანისცემით ყალიბდება ჩვენი, როგორც შვილების ურთიერთობა ღმერთთან, ჩვენს მამასა და დედასთან. მაშ რა არის სიტყვების მნიშვნელობა? ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ. რა უნდა გავაკეთოთ ღვთის თაყვანისცემასთან დაკავშირებით? განა ეს არ ნიშნავს, რომ თაყვანისცემა ვაფასოთ და ღვთის ღირსეული შვილები გავხდეთ.
뜻 아니겠습니까? გარდა ამისა, რას უზამს ღმერთი მათ, ვინც მასთან თაყვანისცემის აღთქმა დადო? 어찌하신다고요? წერია, რომ ღმერთი მათ შემოიკრებს. 우리 출 მოდით ვნახოთ კიდევ ერთი მუხლი გამოსვლის წიგნის 25 თავიდან. გამოსვლა თავი 25, მუხლი 20. და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნის ზემოთკენ და დაფარავენ თავიანთი ფრთებით თავსარქვალს. 그룹들은 პირის სახეები ერთმანეთისკენ ექნებათ. 그 날개로 თავსარქვლისაკენ იქნება ქერუბიმების პირის სახეები 대하여 და დააფარე თავსარქველი კიდობანს ზევიდან 채소를 궤 위에 და ჩადევი კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ. 궤 속에 და გამოგეცხადები შენ იქ და დაგელაპარაკები თავსარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელიც მოწმობის კიდობანზეა. 바로 რომელ ადგილს ეხება ეს? 성소 განა ეს სცენა საწმინდარსა და წმინდათა წმინდას არ აღწერს. 장면 아니겠습니까? 그 საწმინდარში წინა მხარეს საწმინდარია, უკანა მხარეს კი წმინდათა წმინდა. 설명되어 있는 სად არიან ქერუბიმები? 좌정하고 있는 곳이 어떤 곳입니까? 예. 지성 ქერუბიმები იმყოფებიან წმინდათა წმინდაში, პირდაპირ აღთქმის კიდობნის ზემოთ. 존재하고 있는 것이죠. რას აკეთებს იქ ღმერთი? 어떻게 하신다고요? ის გვპირდება, რომ შეგხვდება. როდის არის ეს დღე, როცა ღმერთმა მასთან შეხვედრის ნება დაგვრთო, თუმცა მისგან შორს ვიყავით? 이 날이 ეს გამოსყიდვის დღეა. 대속제일이죠. წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის დღეს, მღვდლისთვის წმინდათა წმინდაში შესასვლელი გზა იხსნება და ღმერთი ამბობს, იქ შეგხვდები. 여기서 내가 항상 너와 만나겠다고 했습니다. ამგვარად მსხვერპლის ანუ თაყვანისცემის გარეშე არსებობს ღმერთსა და კაცობრიობას შორის შეხების წერტილი. კატეგორიულად არა. თაყვანისცემით ღმერთი მოგვიწოდებს ცოდვისგან დაშორებულთ და მასთან გვაახლოებს. 멀어졌던 우리를 불러주시고 가깝게 해주시고 그리스도의 ქრისტეს მსხვერპლით, მისი სისხლით ღმერთმა თავისი სახლეულობის ღირსება მოგვანიჭა. 허락하셨더라는 것입니다. 그러니 ამიტომ არასდროს უგულებელყოთ თაყვანისცემა. იქნება ეს შაბათის მესამე დღის თუ დღესასწაულის თაყვანისცემა. 예배가 됐든 절기 예배가 됐든 어떤 예배라도 항상 ყოველ ღვთისმსახურებაზე ღმერთი ისმენს ჩვენს ვედრებას და ასრულებს ჩვენს სათხოვარს. 우리의 원하는 ყოველივე ეს ღვთისმსახურებით სრულდება. 그 모든 역사가 예배를 통해서 이루어집니다. 우리가 상시 თუმცა რეგულარულად აღვავლენთ ღვთისმსახურებას, ბრმად არ უნდა უმსახურებდეთ, ღვთისნებისა და მიზნის გაუცნობიერებლად, არამედ გააზრებულად უნდა უმსახურებდეთ. გააზრებული თაყვანისცემისთვის. 하려면 ზუსტად უნდა ვიცოდეთ. 만날 수 있는 აღთქმით დადგენილი. 생각하신 თაყვანისცემის დღე. 일요일인지 შაბათია თუ კვირა 왔은지 6월절인지 이 და 내용을 უფლის დღესასწაული. 이해하고 შობაა თუ პასექი. 하나님께서 바라시는 განა ამგვარად არ უნდა შევწიროთ ღვთისსასურველი, ჭეშმარიტი თაყვანისცემა, აბელის მსხვერპლის მსგავსად. 오늘날 დღეს უამრავი ადამიანი ასრულებს კვირის თაყვანისცემას, მაგრამ არის კი ეს მსხვერპლი აბელის მსხვერპლივით ღვთისთვის სათნო. 대사일까? განა შაბათის თაყვანისცემა არ შეესაბამება აბელის მსხვერპლს. 예배일까? 이걸 განა ეს სწორად არ უნდა გავიგოთ და ღვთის აღთქმისამებრ არ აღვასრულოთ თაყვანისცემა. 된 예배가 이루어져야 된다는 것 아니겠습니까? დღეს ჩვენ აღვასრულებთ შაბათის მსახურებას, რომელიც ღმერთთან აღთქმაა. 예배를 드리고 있습니다. 또 ჩვენ პასექსაც აღვასრულებთ. ჩვენ სამგზის 7 დღესასწაულის თაყვანისცემასაც ვიცავთ. 오늘 여러분들이 საფარველიც კი, რომელსაც დღეს ატარებთ, 조차도 ბიბლიაში ღვთის მიერ დადგენილი ღვთისმსახურების სწორი წესია. 예배의 정확한 어떤 방법입니다. რადგან ბიბლია მკაცრად გვაფრთხილებს, რომ ამის შეუსრულებლობა ღვთის შეურაცხყოფაა, 성경이 그렇게 엄중한 ქალებს ღვთისმსახურებისას. 여인들은 საფარველის ტარება მოეთხოვებათ. 수건을 쓰고 ეს ღვთის ეკლესიის 같은 그 규례가 მსახურების წესია. 안에 있는 예배 규례입니다. 사도 განა ეს არ არის ღვთისმსახურების წესი, რომელიც მოციქულთა ხანიდანაა დაცული. 지금 თხოვზე ციურ ხალხს. 예배 규례 იამაყონ თაყვანისცემის წესებით, 자부심과 რომლებსაც ვიცავთ და აღასრულონ ჭეშმარიტი თაყვანისცემა, რათა მსოფლიოს გზააბნეულ ეკლესიებს სწორი სწავლება გადავცეთ, ამით დავასრულებ დღევანდელ ქადაგებას. 드리면서 말씀 마치도록 დიდი მადლობა. 감사합니다.